ვიშას მერე რა თქმა უნდა ცოცხალი მუსიკა და კიდევ ერთხელ ვიშას მივესალმოთ. She's another one. Making money all day, then under the dawn. Take a break, and a little fun. When the baseline drops, you're rubber on. Oh my gosh, she's another one. Making money all day, then under the dawn. Take a break, and a little fun. When the baseline drops, you're rubber on. Ეთი თხოვნა პატარა სალამ დავას დავიწყებს არ ვაბაზრებთ ამ ამბავს რა კომედი და რაღაცა და ვიყავით და იქ ვიცინეთ ვიხარხარეთ არ ვეუბნებით არავის მაგ თავს ისვევ ხო იცი რაზე მოგდებენ შარს რაღაცა იჭერენ მოაწოთ ხავს და არ ვეუბნებით თუ ვიღაცა გარეთ რაღაცას კითხავთ ეუბნებით ნანული დეიდას დაბადების დღეზე ვიყავით всё რაღაცა კილო ჩეკის გიათ რა ნანულის იუბილეზე ვიყავით და ეს რაღაცა ეგეთი არ ვიცი არ არის სანდო ეს ხალხი არც ტურისტები არ არიან სანდო არც მაგათან არ გვინდა ზედმეტ საუბარი დღეს შემდგა განსაკუთრებით ერთი ესეთი სტორი არ გინახავთ ალბათ ხო ეს რო გეკითხებიან ხოლმე რუსულად ინგლისური იცი თუ არა იცით ხალხი ხალხი მევასება ჩემი он დღეს ესეთი შეხვდა sorry can you tell me когда идти дом шведоба брич Хлопцы ფიქრობ რასაც იმსახურებს ის უთხრა თქო თუ სიმართლე უთხრა თქო და სიმართლე უთხარი და ელიავასკიძე გავუშვი. ჩვენ ერთხელ ელიავასკიძე გასაჩი. ხო, ეხლა მე გასული ვიყავი ეს პერიოდი რაღაცა არ ვიყავი პოლიტიკურში თავსაფარი გავაძრე გერმანიაში გავერიდე რაღაცებს რა. ეს საგამოძიებო ის როარი კომისია წულუკიანის მე მგონი ხო? ეგენი მიბარებდნენ რაღაცა ისინი ამომიქექეს ინტერნეტში რა ქალის კაბა მეცვა და ცეკავდა რაღაცა და კარგი სააკაშვილის საყვალობას ინტერნეტიდან რა ხო და გავერიდე რა ეხლა ამენ მაგის თავი სადა გერმანიაში საკაიფოდ მეგობარმა მიმიღო ჩამიყვანა ინდური ლუდი დამალევინა ბერლინში სატიპოვა არ ვიცი ბერლინში ინდური ლუდი თქვენ თუ დაგიმოგამებიათ ევროპაში რო ჩაგიხარ და ერთი დაბნეული რომ უნდა შეგხვდეს აუცილებლად აეროპორტში. ქონიათ ეგ შემთხვევა. აუ ეგ მევასება. აი როგორც კი დავდგი ფეხი ბერლინს აეროპორტ და ვიღაცა ხალი. დედა სადავიდი ახლა? დედა მიშვიდე აისის. დედა პასპორტი მეთქი ქალბატონო მე გამოყვებით გავიდეთ აგერ. არა ვიცი გერმანული მეთქი გავაგებინებთ ინგლისურად რაღაცა და დავდიგით ამ პასკონტროლზე და ამ მესაზღვრეს რიონე მეთქი ჩვენ ერთად ვართ ხო რა მინდოდა რა სეუნები რა ერთად ვართ შენი და ერთად ვართ ხო და გავატარეთ ჩემი საკუთები ნახა კი ბატონო ამ ქალის თქვენს არ ბოლო ამ ქალის იმას უკან წამოსვლის ბილეთი არ აქვსო და ამ ქალს ვერ გავატარებ და ეს ქალი აი რა ხო იცი საფთვალებში რო ეტყობა რომ არ დამტოვა შვილო აქ და ზურიკოს უნდა გამოეგზავნე ეს ბილეთი უცებობ თან იმასე უნდა მესიზღრა ზურიკოს უნდა ქალბატონო არ იცნობს ზურიკოს ეს კაცი ვინ არის ზური მე ამიხსენი და ზურიკო ჩემი ბიჭი კაცო ზურიკოს უნდა და დაურიგეთ ამ ზურიკოს არ იღებს ეს ზურიკო ქალბატონო ნამდვილად ეს კი კაცო ჩემი ის არის და შვილია არ იღებს და ბიჭო მეთქი თან ეს მესაზღვრე ესე მიყურეთ დაძაბულოთ მეთქი უკან არ გამაბრუნებს თო და როგორც იქნა ამ ზურიკო მაიყო და ეს კაცი Suriko, nahne, wie gelach, Misha Atulaze. Kabetonu, Misha Atulaze karşı. Bileti gamuakzavenu. Aho bilet. Gamuakzavenu bilet. Karbi ibzaditu da mene ძალიან მაგარი ეს მესაზღვრე მეკითხა. შენო შემფეყანაში პოპულარული ხარო? და მეთქი რაღაც პუნჩი ხო ეხლა არ ცნობს ხალხი. რამდენად პოპულარული ხარო მაინტერესებს. ბიჭო, რამდენად რა აი გიასურა მელაშვილის მერე მეთქი მე მოვდივარ. მე გიასურა ელაშვილი არავით კაცო გავიში გადაო და მე ეს ხალი გაჩერდა კიდე დედა ფეხი გემენავს ხო ახლა? ქალბატონო მეთქი იქით გავიდეთ. არა დედა ფეხი გემენა უთხარ იმას ფეხი გემენავს ხო? ფეხი გემენავს ხო? რა ნერვით უნდა გადავთვალო მეთქი ქალბატონო. ვინმე სპეციალისტი თუ ხართ ვეძებ მაგის თავი. გემენავს ხო თუ ითარგმნება რამე ენაზე მითხარით. მართლა მაინც არც ერთ ლექსიკონში არ რაზმნა არის გემენავს ხო? აი არ ითარგმნება არა ქვით და გავედით კაროჩი მე მანქანები მაინტერესებდა ძმაკაცის ახლობელი დახვდა ქუთაისელი იქ 20 წელი გერმანიაში როცხოვს მაგრამ კილო რომ მაინც იმერული აქვს იცით ეგეთი ახლობელები ჯიგრები როგორი ტიპი ამ ვასმაქსო სიმო რაშო ეგე გავიდეთ წამიყვანა და თუ დაგიმოგამებიათ მე ვინც ბაკაცები ყავს ქუთაისლები არც ერთმა არ იცის პირდაპირ ჯერ კითხოს ადამიანს რა ღირს და მე რამდენს დააკლებ. პირდაპირ იწყებენ რამდენს დააკლებ ამას. და ეს გერმანულად რომ მივიდა
Dieses Auto gehört ne? Egi magana შენია, მაგას ნიშნავდა და. მე როგორ იყო? ვერდეზურ ესა აუდია ვერდე რედუცია. ანუ რამდენს დააკეთო იგივე. იმან მე არ ვიციო რაღაც აუხსა, მე მეკითხება, რომელს ფიქრობ ის მოდელს? მეთქი ოპელს რამეს ვიგივი ბევრი არ მაქვს. ოპელი რა დაწყენია ვინმე? კაი მეთქი მაშინ Volkswagen-ი რო იყოს, Volkswagen-ი მაგი არ გინდა, მაგი ჭაჭულობს. Honda მაგი ბორძიკობს ალეკებში. კაი Fiat-ი რა იყო, პეტუხი ხარ? ყველაფერი დამიბრუქა, კარო. ჩოლოსვილები, კაი Mercedes-ი კაია. მაგრამ შენ არ მოგიხდება, მაგრამ რატო არ მომიხდება მე? მაგი უფრო ღიბი და ბიზადელები რო გახდები და ეგ პოლიტიკა და რომ მოხვალა, კილე მაგი აი უკან ისე წამოვედი ვერავარშიო ვერაფერი. ისე და თქვენ თუ დაკვირები ხართ, ყოველთვის ახორმეთ სტუნება უცხოეთში ჩასვლას. აი მე რო ჩავდივარ, სულ რაღაცა მინდა ხოლმე რომ დავჩინე საცხოვრებლად. აი რაღაცა მაინც მე სხვანაირი სიმშვიდეა რა. არავის შენზე და გიყურებს, ყველა თავის ცხოვრებით ცხოვრობს. ეგეთი სტუნება მქონდა ადრე ამერიკაში, მინდოდა დარჩენა, აი ცხოვრება რა. იქ ბევრი ყავს მეგობრები და ერთი მეგობარი ყავს, როგორი ტიპია, აი მოსკოვებში ცხოვრობდა კაიხანი. მეგრელია წარმოშობი და ეხლა ამერიკის მოქალაქე და რო გკითხე მეთქი, აი ამერიკაში ცხოვრებაზე რას ფიქრობ მეთქი, რას მეჩნევ თქო და ეგეთი კაცი მიგამცა. იტოქში გეგმით უნდა წამოხვიდე მიშა, потому что you don't know what happened. Კაცი ერთი ნადებრში 3 ენა ჩაატირა, როგორ მოახერხა არ ვიცი, საუბრობ ზოგადად 3 ენა, მეგობრებო სულ ეს. სხვათა შორის ეხლა ევროპაში ვისაც გევასებათ შოპინგობა არის ძალიან კარგი ფასდაკლებები. აი მე მაგალითად 2000 ევროიანი Louis Vuitton-ის ჩანთა ვიყიდე 40 ევროთ ქართველისგან. იცი თქო მაგარი ხალხი მე და რომ აძლევდა დააყდა. Просто ძმა извини ქალისა ჩანთა, მაგრამ ორიგინალია. მეთქი მე ქალის ჩანთას ხარ, აბა კაცი საწმის ადგილახი კაცის ჩანთა. ხო და ისე ბრენდებში რო დაუკვირდეთ ევროპას ეხლა დიდად ჩვენ ვერ გავუსწრებთ ეხლა იმათ დაუშვა Chanel და Ferrari ყავთ მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაც ბრენდები რომელთაც შეგვიძლია აი მაგალითად ნაცი და კოცი არის ბრენდი უკვე მე თუ გითხავ ეგ ბრენდია მაგის დასაცმის ხაზი უნდა გამოვიდეს აი უკვე რა ასაკეთებელი ეგ აღარ არის გოლი აი წარმოიდგინე ნახტი კოცები რო გაცვია აუჩა და ფეხზე ნაცები. ვინმე რამეს გეტყვი ჩაჭედე სიფაჩი ნაცები, აბა ხოცე ცხოვრ დასვე. გამიგე? პლაჟზე კიდე ლეიბორისტები. ეს პატარა მომენტი გვერდზე წარწერით რაღაცა. გუგავა მოვა. წვრილად. საექსპორტო იმაზე კიდე გუგავა ველკამ. რაღაც ეგეთი რაღაც შეიძლება რა. ისე ნაციან ხოცი თუ ვინმე ხართ ახლავე დაწყეთ ერთმანეთს. მე რეალარ გეცლება ხო? არ არის ეგეთი აკარავი. მე რო დამჭირდა ეხლა მოწყდება ნაცდაკოც. ხო, ისე მე რო დავთვალე, რამდენიმე ნაცდაკოცი ასე თქვენ თუ გახსოვთ თავიდან რომ ნაცდაკოცი გაჩნდა სიტყვა, თითო იყო. აი იყო ჩვეულებრივი ნაცი, ჩვეულებრივი კოცი. ეხლა ბევრნაირი, აი მუტაცია განიცადა, აი არის ნაცკოცი, კოცნაცი, ევრონაცი, ევროკოცი, რუსნაცი, რუსკოცი, ეროგიჩნაც, კოცნაც, რუსმაც, აი რაღაცა ის, აი საზეპირო, ოკეი, ისდეცია, გენძრევა. რომელი ხარ, მაო, კუცნაც ხოს, არა, მაო, მე გიჩნაც ხოს, ლელონაც, აი სათხაცა ვარ, რა და ვერიგე. ხო, ვინა ხარ? ადავარ. ანაიზილა. და კიდე არის ერთი, ეგ ახალი არ ვარ დაკვირვებულები შეიძლება, არის კიდე ნკოცი. ხო არის კოცნაცი და არა, ნაცკოცი და ნკოცი. ნახეთ როგორი ამბავია, ნაცკოცი არის ჩვეულებრივი ის ნაცი, რომელიც ნაცები და კოცებში გადავიდა. მაგრამ ნკოცი არის სწრაფი. ნახე, ნკოცი ჯერ თაწმინდაზე ავიდა, გამოექანა და მერე გადავიდა. ანუ ნკოცი ყოფილა გამოქანებით გადასული. ეს დავიმახსოვროთ საზეპირო აუცილებლად, დავჭირდება ჩემს. ხო, კიდე როგორი ამბავია, იცი? ძალიან ვარ ჩვენ ახლა პოლიტიკაში გარეულები, არ გამოვა მაგის გარეშე რა. ყველაფერშია დღეს პოლიტიკა, აბსოლუტურად. აი, იმ დღეს მაგას ბავშვი გაუჩნდა. ვისო ძალიან საყვარელი ბავშვია, იცი როგორია, ჩაყლაბავ რა, მაგრამ კოცია. რო იფსავს ნაცებს აბრალებს. შესაშვება ხელებს უთიანებს აჭვირებს. აი მოგეუბნებით რა. სხვათა შორის კაცებს მინდა ერთი ჩევა მოგწეთ გაგაფრთხილოთ. ოჯახის შექმნას თუ ვფიქრობ და რაღაცა ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ბევრი აგენტია შემოსული ქალების სახით, უამრავი.
შენ რო გონია ვიღაცა გაიცანე ქორწილი რაღაცა გადაიხადე მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით პირველ ღამეს იცი როგორ რაღაცები მოხდეს უცებ აი რაღაცა შეგეშალოს და უცებ მონა ვეცავე აუნა ხო აი ხარჯი გაწეულია რა საკეთო დაგი ვარ და მონა აი გაგერხა მომეგე დააბევი აგენტია ხილათ იყავით და სხვათაშორის მე რო დავუკვირდი ეს მონა კი არ პოპულარული თქმა ჩვენ არასწორად ვიყენებთ ეს არ არის პოლიტიკური რაღაცა მაინც და მაინც აი ეს მონა არ არის რა ესეთი გაგება მე რო დავუკვირდი და შევისწავლე მონა არის რომელი ადამიანი აი თვითონ სუმართალია და მთელი სამყარო რო დამნაშავეა აი მე დავამოღამე მონების ამოცნობა თან ძალიან ბევრი ბიჭი ერთი 20 მედოთოლე დღეს აი როგორი იცი როგორია დამოყენებული მაგრამ ამოცნობა აი ქუჩაში გადიხარ ვიზეც ეჭვი გაქვს მიდიხარ და უცებებები ქოცები აყალბებენ ნაცები აყალბებდნენ აი მე რეუნები ისა იმანდელი ისა შეაგინო მაგრამ არ შეაგინა რატომ ნაცო შენ არიან წები აი ყველაფერზე აქედან როგორ ხარ შენ როგორ ხარ დაგიბარდე შენ არ დაგიბარდოს ყველაფერი აქედან ვერაფერს ვერ ვიღე რა დაგიდა რაი რაღაცა მე ჟირაფი ვარ მე რა ვარ აკიჭედება მე ბადროს პროცნელი ვარ აი მან თუ ჩაჭრი თორე სხვა არა გაქვს სხვა შანსი არ აქვს სხვათაშორის მე სპორტის სახეობებიდან მე თუ მკითხავთ ყველაზე მაგარი სახეობა არის რაც მე მიყვარს ეს არის ფეხბურთი და პოლიტიკა სხვათაშორის ძალიან გარს ეს ორი სახეობა ერთმანეთს დაუბრუნდით ნახეთ სიმულიანტობა მოსულა პოლიტიკაშიც და ფეხბურთშიც გინება ჩუბი პოლიტიკაშიც მოსულა ფეხბურთშიც მოსულა ერთ-ერთი რაც ვერ გავიგე აი რაც ვერ ემთხვევა რომ არჩევნების შემდეგ ჩვენთან ყოფილი პოლიტიკოსები ციხეში მიდიან და ყოფილი სპორტსმენები პოლიტიკაში მოდიან აი ეს აი ვერ გავერტყიე რა მაფია და ვინ მოიგონა აი ერთ-ერთი მაგ მიჭირს რა სხვათაშორის ბოლო პერიოდში ისე ორცასა იყო მაგრამ თუ დაუკვირდებით ბოლო პერიოდში ძალიან გაჭირდა შენი პროფესიით რო თავი ირჩინო ადამიანმა საქართველოში ეს ძალიან ჭირს რა აი მაგალითად მე პროფესიით ექიმი ვარ სტომატოლოგი მაგრამ ცხოვრება ისე წავიდა რომ კომედიანტად მუშაობ და ზოგი ჩვენთან ფეხბურთელია და პრეზიდენტად მუშაობს იცით ხო იკაცი განაირად აკავშირებს მაგრამ რა ვერ გავუტყურე მაგიზე და სამსახური შეთეოზე რაღაცა სუფთა საქმე არის კაბინეტში ზიხარ კოსტუმი გაცვია ხან ხეს მოწე ხან შეიგინებ რაღაცა დაოჩი არა გამიგე ხელი მაგიზე და აუ არ სიტყოდი შე აი ეგეთი ამბავია მაგრამ სპორტსმენებს კიდე სხვანაირი საშიშროება გაქვთ განსაკუთრებით ოლიმპიელი ხო არა ხართ ფილმი აქვს თუ ხართ ერთი რაღაცა იცოდეთ შე რო ოლიმპიელი გახდი და ჩამოხვედია ანიშნავს რომ მარტო ოლიმპიელი ხარ იმიტომ რომ მაგ დროს როგორც კი ოლიმპიელი გახდი შენ ვიღაცა შეიძლება შეხვდეს ქუჩაში შავებში ჩაცმული და აღიწყოს ლაპარაკი ლაპარაკობს ესე გელაპარაკება და ამ ლაპარაკში ითიშები რა და როი ხვიცე უკვე პარლამენტარი ხარ მოიცე გეძლევა მოიცე გუში ტრიკო მეცვა და ვიღაცა წავახციეს საბჟივარში რაღაცი წვანი ხილას დააჭერ, ყავა მოდის, წითელს დააჭერ, პერაპრემია გიჩდება. რაღაცას დააჭერ, მადაიადგები, მადლობას ამბობ, აი ძალიან ფულია გამიგე, ხილათ იყავით. ისე მე რო დავუკვირდი ამ ქვეყანაში რომ წარმატებული გახდნენ, უნდა ყვიროდე. 7 ადამიანი არ წარმატებული ვერ იქნება. აი მიტინგზე რო გამოდიხარ, დავუკვირდით როგორი ამბავი, აი მიტინგზე რო გამოდიხარ, აი დავუშვათ მე გამოვდივარ მიტინგზე. აი გამოვედი და მომო, რა ეს თავრობა დღეს დასრულდება. არა აფექტი, ხო? მაგრამ აი თანაბაზე დაბრუნდება. აი უკვე სხვა დონეა. აი ბიჭო, გადაგდრე. აი უჩერებ გამიგე, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებული. მე რომ მახავს უყურებ ხოლმე, ბიჭო მართლა მჯერა მაგ დროს. და გავარ და ველოდები როდის დასრულდება ეს თანაბა. ერთი საათი ორი საათი გადის თელი დღე, ბიჭო არ სრულდება თუ მე მეორე დღეს მიდიხარ ისე თანაბაზე დასრულდება. ბიჭო კიდე ველოდები, იმიტომ რომ ჯერა ხო კაცი ესე ნერვიულია. არ სრულდება. მოიცა რა გამოდის ამ ხელა პოლიტიკოსი კაცი მატყუებდო. ანუ ყველა მომიყვანეს? მე არ ვიცი, რომ მე
ისე მაგ მომენტში გულის თუ დაგარტყავს და სეიდან გაგასვენებენ, უკვე მაგარი, უკვე შემდგარი ტიპი ხარ, მე ვაკვირდები რა. ჩვენ ისე რომ დაუკვირდეს საერთოდ საქართველოში რომ ცხოვრობ და თუ ნორმალური ხარ, ესე იგი ვერა ხარ. აბა თუ ცხოვრობ ნორმალური როგორ ხარ? შენ თუ გიჟი არა ხარ, ნორმალური როგორ ხარ? რა განორმალურებს? აი რა განორმალურებს? შენ თუ გიჟი არა ხარ. ესეთი ამბავია ხო? სხვათაშორის მე რომ სამეცნიერო კვლევა ჩავატარე, ჩვენ ვიმყოფებით ახლა მასტრობიზმის მდგომარეობაში, პოლიტიკურად. სამ პოლიტიკური მასტრობიზმის მდგომარეობაში. საქართველოში ChatGPT-საც რო გითხოთ, იგივეს მოხდება. ეს არის პოლიტიკური მასტრობიზმის მდგომარეობა. და სხვათაშორის მე როდესაც მასტრობიზმის ასაკში გახდით, მაშინ ძალიან მიჭირდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. იცით რატომ? სხეულს ერთი უნდა და ტყის მეორე. მაგრამ მე არ მეგონა თუ ეგ დაავადება ეროვნულ დონეზე იყო გავრცელებული. ძალიან გავრცელდა და ძალიან თულად იყუნება. იცი რას გავს დაუშვათ მე რომ დაუკვირდეთ და ხალხის და პოლიტიკის ურთიერთობა ერთმანეთში. აი იცი როგორი ამბავია? აი სიკვდილი მისჯილი რო ხარ და თავი რომ მორზე გიდებს. და ნაჯახიანი ჯალათი რო გეკითხება, პირველად ხარ ჩვენთან? ხო რავი პირველად ხო. ჯანმრთელობის დაზღვევა ხომ არ გდება? არა, როგორ გაიგეთ ჩვენ შესახებ? მეფეს ვაგინე დედის და თვითონ გაიგეს. დამატკი თუ არ და გაასწორეთ ისე. აი რაღაც მაგამ ბავში რა პრინციპში რა. ხო და კიდევ რა ერთი თუნცნაურობა. ჩვენ ცოტა მეტი სიმართლე გჭირდება. აი ჩვენ მე რო დაუკვირდი ერთ-ერთი ჯერ ძალიან აგრია ამ იდეოლოგიებმა რა. ნახეთ ეს კომუნიზმი არ გამოგვადგა, დემოკრატიაც რაღაცა ვერ აღქენით ისე, ეს რაღაცა ლიბერალიზმიც ვერ მოვიგეთ. ეხლა კიდე რაღაც ახალი გაიჩნდა ნეოლიბერალიზმიო, ბავშვიო თვითონ აირჩენს რომ სქესო. ეგ როგორ უნდა მოხდეს, მე არ ვიცი. დილას ყავა მინდა თუ ჩაი, ეგ ვერ გადამიწყდეს. სქესი, აი როგორ, ეგ აი დავუშვათ ავირჩიე რა, ჩავიხედე სამკეს და ბიჭო ეს რა არის, ხო არ მოვიჯერა. წავედი მოვიჯერი და მე ხვეც ქართველები როგორი ცვალებადი ხალხი ვართ. ორ თვეში ულეკავ ეკით. გამარჯობა ბატონო გუგა, მე თაზო ვარ, თაკო უпроსტორეთ. თქვენ ის რაც მომაჭერით. მე მგონი გადავიფრე და ხო არ გადაგიგდიათ. გადავარდეთ. აუ აფსუსს. კაი რა გაეწყობა? ხო, თაკო რაღაც ამას. რაღაც ეგეთი შეიძლება მოხდეს, მე არ ვიცი. ამ ყველაფერმა თქვენ ძალიან დაგძაბა. მე რო უყურებ ადამიანებს ვეღარ ცნობ სამსახურში, ზოგი ძალიან გაგიზიანებულია. აი ერთი დირექტორი, წყნარი კაცი სასადილოს დირექტორი იმ დღეს ხდება სამსახურიდან გამოდი უწევ მიშა გაჩინე ჩვენი ხაჭაპური მოგეწონა მეთქი კი რავი გაიგო ცოტა ზეთიანი იყო მაგრამ გაიგო ზეთიანი იყო ხო და მე ახლა შევალდა მზარეულს მაგრამ არა მეთქი არ არის ძმაო საჭირო კაცო არა მე ესედაც ვაპირებდი ვასაპირებდი დაიმატა რა ბოხმა ვასაპირებდი რატო ვაპირებდი ხო და ცოტათი მეტი სიმართლე გვინდა რა ჩვენ სიმართლის ქართველებს ძალიან გეშინია მე რო უყურებ აი რიგით ქართველს სიმართლის იმდენად ეშინია რომ რო უთხრა რომ დაუშვათ ხვალ მოყდები შიშისგან დღეს მოყდება დერვიტად სიმართლის ფული გაუსწრება ის იქნება არა რაღაცნაირად შეგაიკაცო კუდეები სამსახურს ხო არ კარგავ რა არის მასანეულო ბოლო მაინც ეგ არის ხო და მანდ ეგეთი რაღაც შეგვიძლია ჩვენ ალბათ რომ გავიძლიეროთ ცოტათი ემოციურობა და მდგრადები გავხდეთ, ჭირდება ვარჯიში. აი ცოტა ემოციურად უნდა გავხდეთ, იცი როგორც უცნაური მიუღებელი ინფორმაციების მიმართ ჩვენ ჭირდება მეტი მდგრადობა. მოდით გავძლიერდეთ რა, აქვე არა ვართ აი რა გვიხილს, ხო 2-3-1, აი დავუშვათ, მოდი ესეთი ტესტი ჩავატაროთ. ემოციური გაძლიერებისთვის, აი დავუშვათ ევროპა ცუდია, ფუი ევროპა არ გამოყურებდა. რამდენი გაგიზიანდით ეხლა ხელისაწევით ამაზე 1 2 3 4 5 6 არა კი სამუშაო არის სამკურნალო გვაქვს აბა ერთხელაც ევროპა რა ისაკაცოები მოაშურე ევროპა გაგნილი ევროპა აბა აი თქვენ ეხლა გაგიზიანება მოიმატა თუ დაიკლო ხო ესე იგი კურნალობა ექვემდებარება აი ხედავთ ეს ჯობია აქ გავარჩიოთ, თორე შეიძლება ქუჩაში ვიღაცა პრემიერ-მინისტრი შეკვდეს, შემთხვევით ერთ კითხვას ვერ მოითმინო, შევროწმობიარნე და შარიანო. ამიტომ აქ ჯობია გავიაროთ რა. ამას თუ გადალახავთ, შემდეგი თემა გვექნება ამერიკა იძირება. ამასაც თუ გადალახავთ, მერე დავლაგდებით დამიჯერეთ. იმიტომ რომ ჩვენ
ეხლა ხელოვნური ინტელექტის და რაღაცების დონეზე იმედზე ვერ ვიქნებით ხალხო. ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს დაიხვეწება ისე რომ ჩვენ ადამიანს აჯობოს, მით უმეტეს ქართველს აჯობოს. როგორ გეღებინებთ? იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი არასდროს იქნება, მისი რობოტი არასდროს იქნება ისეთი იდიოტი, როგორიც ადამიანი. მადლობთ. When I walk, they turn. When I move, კარგები, ლამაზები. ესე იგი, როგორი რაღაცა მინდა ეხლა გავარკვიოთ თქვენთან ერთად. რადგან პოლიტიკაზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ და მე რო დავაკვირდი პოლიტიკი ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ანუ სწორი არჩევანის ქონა არ ქონით ჭიათ ვიდანჯებით რა. დიდი ხანია აი ერმა ვერ დავამუღამეთ როგორ ავარჩიოთ კაი პოლიტიკოსი რა, ისეთი რომ ბოლომდე ჯიგარი იყოს. იმიტომ რომ აი ჩვენთან როგორ არის იცი მოდის ჯიგარი მე აი მოდის პოლიტიკოს მე რაღაცა ხდება. ყველას ესე ემართება და რა ხდება მე ჩემი მეთოდი გამოვიმუშავე, შევიმუშავე, რომ არის რაღაცა ნიშნები, რითიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ კარგი პოლიტიკოსი და ნაკლებად კარგი. ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი მარტივი ნიშნები, ხო აი აქვს სახე, აქვს თვალები, წარბები, ჩაოლებია. თუ დაუშვათ პოლიტიკოს ცალი წარბი აწეული აქვს და მეორე ჰორიზონტალურად არის. ეს ახეთა მხრიდან კი არის პატიოსანი, მაგრამ იქიდან რაღაცას ხიმანდრობს. გამიგე რაღაცებს ითulis ფიქრობს, ამიტომ საშიშია. თუ დაუშვათ ორივე წარბი აქვს აწეული პოლიტიკოს, ამ შემთხვევაში ეს შეშფოთებული ევროპარლამენტარია, ამასთან ერთად. თუ დაუშვათ ორივე წარბი უფრო მაღლად აქვს აწეული, ეს უკვე ღრმად შეშფოთებული ამბავია. ხო ეს რო ვიცოდით, ამას ესეც ვერაფერს ვერ გამოვიგებ თამაში. თუ დაუშვათ მოხდა ისე რომ პოლიტიკოს წარბები საერთოდ არ აქვს, ეს შეიძლება ის შემთხვევა იყოს, რომ მომიტინგეს გადაეყარა გზაში. დააპუტა. თუ დაუშვათ მოხდა ისე რომ თვალები არ აქვს და წარბები აქვს, ხოლო ეს შეიძლება ამ ფიზიკური ნაკლის ბრალი იყოს, მაგრამ თუ ეს თვალები არ აქვს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, მაშინ ეს უკვე სხვა რამის ბრალია. ამიტომ არის რომ ხალხი რო ელაპარაკება სახეს, ეს სინამდვილეში სახე არ არის. ამათ არის გადაკეთება, ამით ზის ის თანამდებობის კანცლი. ხო, ზოგი ჩაფხატია სტუდია ხურავს ვერ ხედავ. ამიტომ ხო ფრთხილად უნდა ვიყოთ რა. ბევრი უცნაური ნიშნებია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ასევე არის ასეთი ნიშანი, თუ დაუშვათ პოლიტიკოს კეხიანი ცხვირი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილია. პოლიტიკოსებში ესეთი ცხვირი სხვას არავის არ აქვს. მაგრამ თუ ფრთებიც აქვს, უკვე ყვავია. ესე იგი ფრთები აქვს ყვავია, ცხვირი აქვს ელისაშვილია. აქ პოლიტიკასთან უთლად როგორ არის კავშირის მაგრამ ახლა თუ ადამიანი დაინახეთ არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით, რომელსაც ენა აქვს გადმოყოფილი, ეს შეიძლება ან სექსმუშაკია, ან აინშტაინი, მაგრამ თუ ხელში სიებიც უჭირავს, უკვე გამყალბებელია. გახსოვთ ის კალი? ეგ არის. აი, ენა რამდენს ლაპარაკობს. ერთი პატარა განსხვავება, სია გიჭირავს, უკვე იცვლება შენი როლი. კიდევ არის ასეთი შემთხვევა, დაუშვათ, აი, თუ დაუშვათ არჩევნებს ერთი აყალბებს, რა თქმა უნდა დამნაშავეა, მაგრამ თუ ამაში დანარჩენებიც ეხმარებიან, უკვე უსიწყვილოებიც არიან ესე. ეს გაფუჭებულები ესე. დიახ. ხო, ესე გამიგის საკაც. არის კიდევ ასეთი შემთხვევა, თუ დაუშვათ სამკუთხედის კუთხეებს შევაჯამებთ, მივიღებთ 180 გრადუსს. თუ ცხვირპირსაც დავახატავთ, 2 გაქვს. არსებობენ კიდე კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ყველასთვის შესამჩნევია და დასამახსოვრებელია. აი არის ეგეთი პოლიტიკოსი, მაგალითად ნიკა მელი, ახლა დაჭერილია იმედი მალე გამოვაწაროდებს უსურებ. მაგრამ არის ესეთი შემთხვევა, მაგალითად ეს არის ნიკა მელია, რომელიც ყველა მხრიდან ერთნაირია. საცნობად ადვილია. ანუ რომელი
მერიდანაც ამლა დაინახო, ეცი რომ ნიკაა რა, ჩვენი ჯიგარია მეგე. თან ნიკა მელიასნაირი პოლიტიკოსები მრავალფუნქციურია. ნახე, ნიკას დაუმაგრე ტარიხო უკვე ტაფაა. ტაფას თუ რეზის გადაახო უკვე ჩოგანია. პატარა ბუთითი. მრავალფუნქციურია. მაგით რო ებჭვია. მრავალფუნქციურების ეშინიათ. კი ბატონო. ასევე შეგვაშედო თუ პულდელის ჯიშის ძაგს ამ ბალონკას დიდი ხნის განმავლობაში არ შევჭრით თმას თუ ბეჭს მივიღებთ ესეთ გაბრუწყულ არსებას და თუ ლაპარაკსაც ვასწავლით მივიღებთ პრემიერ-მინისტრს ეს დაპირეთ ეს გამოგება ეს იყო ეს ნიშნები მოკლედ თუ დავიმახსოვრეთ გამოგვადგეს შეიძლება სწორი არჩევანის გაკეთებაში Shot while I hit it up like Big shot while I hit it up like Big shot while I hit it up like Komandami galet, damagabini tabadashi programa. Bado. Zara komanda, komi rokoni. Fiori. Allo! Კი ბატონო. ესე იგი ესეთი რაღაცა მინდა გავარჩიო თქვენთან ერთად. მოკლედ ერთმა ჭკვიანმა მოაზროვნემ ფრიდრიხ შილერმა, კი, შილერია ნამდვილად გვარი. ესეთი რაღაც თქვა, რომ მართლა რომ ესე იგი ცივილიზაცია, თანამედროვე ცივილიზაციაო მოდისო კავკასიიდანო. თქვენთვის ლაპარაკობ გოგონა, თორე მე ზებირად ვიცი, კაცო, რა თქვია, აბადეკი რა თქვია. ხო, რა თქვია, აბადეკი. პუტუნებს რაღაც მაგას სახშიც ეთქვით. რა თქვაო შილერმა? რა თქვაო და ხო გენაცოლე, აბა რა. რა თქვაო შილერმა, რას ვამბობდი? იმას ვამბობდი, რომ კავკასიიდან მოდისო თანამედროვე ცივილიზაცია მართლა ფიქრობთ ნახტომი. ხო და მე დავიწყე მაგის კვლევა. მე მომწონს ეგას, რომ თანამედროვე ცივილიზაცია რომელიც დღეს სოფლიოში არის, მოდის კავკასიიდან. მე ვფიქრობ საერთოდ რომ მუსიკალური ჟანრები შეიძლება იყოს წაღებული ჩვენი კილოკავებიდან. იმიტომ რომ ჩვენი კილოკავები, აი ეს დიალექტები ძალიან გავს იმ ჟანრებს, რომელიც სოფლიოში არსებობს რა. აი მაგალითად მარტივად რო ვთქვათ, აი თუნდაც country სტილი ხო, ძალიან გავს შემედი გურულ კილოკავს ხა, ხო აი რაღაცა country როგორია რა. სტიში ეგ არის გამი. აი ეგ არის, რაღაცნაირად ეგ არის, ამ ხასიათს ერგება. იგივე ამბავია ჩემი აზრით, აი ქართლის ამბავში, ქართე კასპის კილო შეიძლება უფრო იყოს, მაქედან წაღებულია ჩემი აზრით, აი რაღაცა ფსიქოდელია სტილი უფრო, აი რაღაცა პროგრესივი, აი რაღაცა ეგ რო წარმოვიგინოთ, რომ აი კასპელი ჯიგარი მღერის, რა უფრო ფსიქოდელია არის ამ კილოგავში, აი ნახეთ. გავადი მეთქი ციცოს ბუდგას და ეს პროგრამ ჩავართ მომეთქი ციცო ხალბადო გამარჯობა მეთქი ერთი პოლიტრაც მომენისია და მე ჩამოვიდა მეთქი მე ყურა ციცო და აბა ედი ნახვი ფენიო მაგარენაც ფენიო მაგარელაც გენიوار გალბადონ ციცოზე მაგარე ბახმელია აი რაღაცა ფსიქოდელია რა ჩემი ასეთ ფასკიდან ეგ პრობლემები რაც ეხება ჯაზს
ჯაზი არის ჩემი აზრით პირდაპირ იმერლებისგან მოპარული. აი პირდაპირ იმერული ამბავია რა. აი რო წარმოვიდგინოთ რომ დაუშვათ ქუთაისელი ლაშაიე ელაპარაკება ძმაკაც რა და იქვე ბენდიც უკრავს რა ჯაზს. აი ხობთ Koyşamo iraki. Abicami abit awala. 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 ელექტრონულ მუსიკას რაც შეეხება, ეს აშკარად თბილისური კილოს ამბავი. აი, კერძოდ ვაკეა. აი, როგორც აი deep house-ი რაც არის და ეს vibe ელექტრონიკა და რაღაცა ეს sensitive, sensual, აი ეს მოსადუნებელი ელექტრონიკა, ეს არის ვაკური კილოდან წასული. ვაკელებს მოპარეს პირდაპირ. აი, ნახეთ როგორი ამბავია. წარმოიდგინეთ რომ მანჩო კიკვიძე დგას DJ-ის აპარატს. But oh no. Oh no. But oh no. Oh no. Cigarette გამექარა ჯარმა აჯანა პრეთა ალაკოჩიკა აჯან კუკასადაურიკა ოკეი ეკა ბალო ამასიდან ცივილიზაციის წარმოშობა კიდევ ამკიცეთ ასე თუ ისე ჩემი აზრით, მაგრამ ეხლა რა მინდა იცი განვიხილო. საერთოდ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ბევრი მისვლა, გასვლა, შემოსვლა არის რა ეს ემიგრაციაში ხშირად დავდივართ რა. მე სიტყვა არ მიყვარს, მე ვიძახი ხოლმე რომ ფირმა ქართველობას რა. ჩვენ გვიყვარს ფირმაში გასვლა და ჩვენ ვართ ძალიან ბევრი ფირმა ქართველი და ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ ყავდეს ერთი ადამიანი, მაინც არ ერთი ახლობელი ფირმაში რა. მეც მაქვს ერთ გამოცდილება ვიღაცა კაცო იქ თხოვდება თუ რა ხდება. აკათო. ხოდა, ნუ მეც მაქვს ჩემი გამოცდილება ფირმა ქართველობაში, ემიგრაციის ამბავში, დიდხნიანი არ იყო, მცირეხნიანი იყო, მაგრამ ნუ ბევრი რაღაც საინტერესო ამბავი მოკლედ დავაგროვე რა. აი ეს ფირმა ქართველობის ჩემი ამბავი მინდა მოგიყვეთ ახლა გიტარის გამოყენებით, მონიტორის გამოყენებით და ბატონი აჩუტი მეფარდის სიმღერას დავიხმარ. აკურატება მონიტორზე. ხობ. შვიდობი შემოსამშობლო გითხარი ნუ დარდო დავიბრუნდები დავი შვიდობი
ჩემო უბნელოთ მაგაცო 20 ევრო მე ჩაგირიცხავ ხოლსაღავს შემიჟგი ჩამოდი მითხრა ახლობლის მეზობლის ბიძა მერე კი უეცრა დამიგიდა ჩადერით გაფრინდი მერე გაცურე გემიცხვაზე ამაყად შევედი საზღვარზე მე ჯაბა მახსოვს ხურებში ტყვიები დოდოგი კათკათა მაგნოლიები თენგიზი როგორც პატარა მაქცია მერერა ქვეყნიდან თუ კი გამაქცია სადაღარ ვიცხოვრე იაპონია შემდეგ განა ცოტა ხნით შტატები დაგჭერდი ბოცვანა სომალშიც ვიყავი ემირატები და თურქეთი კორეაც მოსინე ჯერ ჩეხეთი დახლილობა ვიგზენიდულა თუ ასაკი მომევადა ბოდიში თოთრონ ცუდად არ გამიგო რეზერვში ბევრი მახსადა დაიგოთ გავადრო მიხვდები ამან დაგმართა ფსიქოზი ყველას ჩემი ნაღლის ხუშტი და კუჭი ამან მოინელა სადაღარ მიშოვე წყალში ხმელეთზე წვიმაში ქარში მე ქისეთან ძაზე სცენაზე შვიდობით მე დავბრუნდები იცოდე დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისთვის ძალიან მაგრები ხართ. მადლობთ კიდევ ერთხელ მიყვარხართ.